ღარიბაშვილი უკვე რუსთავის ციხეში იმყოფება, სხდომას რომელზეც ორგზის პრემიერს ბორკილები დაადეს მხოლოდ ადვოკატები, პროკურორები და ბადრაგები ესწრებოდნენ. სასამართლოში არც ამჯერად მისულან მისი მხარდამჭერები ან ახლობლები. ივანიშვილის ერთ დროს ყველაზე სანდო პირს საპროცესო შეთანხმების ფარგლებში 5 წლიანი პატიმრობა, 1 მილიონიანი ჯარიმა, 2 მანქანისა და დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლების ჩამორთმევა განესაზღვრა. მზიას თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე დაპატიმრებული ჟურნალისტის მხარდასაჭერი მსვლელობა მიმდინარეობს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის დაკავებიდან დღეს 1 წელი შესრულდა. ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მას 2 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ზელენსკის მხოლოდ 1 კარტი აქვს დონალდ ტრამპი, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ის უკრაინის ლიდერის ერთადერთი კოზირია და მის გარეშე სრული კატასტროფა მოხდებოდა. უკრაინამ და მოლდოვამ დნესტრისპირეთში რუსული კონტინგენტის მომარაგების ბლოკადა დაიწყეს. 1 იანვრის შუაღამის შემდეგ უკრაინამ გააძლიერა კონტროლი მთელ საზღვარზე. მოლდოვამ კი საკონტროლო პუნქტებისა და მობილური პატრულირების სისტემა გააფართოვა.